ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობის ძირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. ნება მიბოდეს სტუდიაში მოვიწვიოთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი, ტელეიმედის გახმაურებული პროექტის ვინ არის პერსონაჟი სიმინდი, რომელიც თლად ჩვენი სისხლი და ხორცი აღმოჩნდა. ლეგენდარული ანსამბლივერი სოლისტი, ყველასათვის საყვარელი ბატონი ნუგზარ კვაშალი. ნუგზარი, საგამომშვიდობისა, შენ გენაცვალე, გამარჯობა, გენაცვალე. რა გითხრა, მე რო ვერ გიცნობ შენ, რომელიც რა ვიცი, დავიბადე და გავიზარდე შენ სიმღერებთან ერთად და გარდასახვაც არის და გარდასახვაც. მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ბრავო, ნუ აი ვიცი, საოცრება იყო. რანაირად შეგიძლიათ ბოლოში ესეც ვერ მივხვდი, სიმართლე გითხრა, მაგრამ მითხარი, როგორ იყო ეს ყველაფერი უკვე აი შენი თვალით დანახული. თავიდანვე იყო ესეთი ლაპარაკი, რომ უნდა დააბნიო ჟიური. მე როგორ უნდა დავაბნიო ხა ჟურიში თან ესეთი ხალხია, განთქმული, ზოგი მუსიკოსი, ზოგი კაი მომღერალი, ზოგი კაი ქალბატონი. და ნუ ყველაფერი გააკეთეს გოგოებმა იმ სიმღერის აწყობის დროს, რომ ხმა ყოფილიყო ძალიან განსხვავებული. თან ჩემი საყვარელი სიმღერა შევასრულე ოზი ოსბორნის ეს Mama I'm coming home და მოკლედ სტაფი ყავთ, ანუ ეს გუნდი მთლიანი გადასარევი. შვენიერი კოსტიუმები, ნუ რაღაც გაპრული. გადასარევი პედაგოგები. ესე გაჩიკო იყო ჩემი პედაგოგი სოლოღაშვილი. ესე იგი ფეხი ხელს ესე იზავო და რომ იზავდი და აუ რა კარგად გაყავთ არაფერი მას მიშვებოდა რა. ხო, რა. კარგად რაღაც ფეხი რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ რასაც საშუალებას მაძლევდა ეს თვითონ კოსტუმი, საკმაოდ რთული კოსტუმი ქონდა. ძალიან. ფეხი როგორი იყო? შიგნით აი ჯდომა თუ გაგიჭირდა. ისეთი ლამაზი პროექტია, რომ აბსოლუტურად ყველაფერს გაუძელი რა. შეგნით იყო სადღაც ალბათ +67. ფაერის ნასახი არ იყო. და რა ვქენი იცი? მინდოდა რომ რაღაც ბატარეიკებიანი ის ვენტილატორი მეყენა და შეგნიდან დამეყენებინა რაღაცაზე, რომ ისიც არ დამჭირდა და ერთ ადგილზე გავხვრიტა და კიდე შემოდიოდა. და თვითონ აი როგორი სიტუაცია რა, რომ აი გაყავხართ ამ რაღაც ლამაზ ქალბატონებს ჩვენიერ დაცვას იქ რაღაც კაი სიმღერას ვერიხარ ჩვენიერი ფანტასტიკური პროექტია. ეხლა ეს პროექტი ყველგან იყო, მაგრამ ჩვენთან რაღაც განსაკუთრებულია. და ბევრი სხვადასხვა ვისაც მოსწონს ეს პროექტი და მეც ძალიან მომეწონა. არ იძახიან რომ რაღაც სირთულეები იყო, ვერ ვისუნთქეთ, ვერ იმას გადასარევი. კი, აზარტი ისეთია და შემოქმედებითი თვალსაზრისით. მე უთხარი კიდეც ბოლოს თუ ნახე რომ მეთქი მე თქვენ გამიხალგრძლივეთ სიცოცხლე და მამოგზაურეთ ზღაპრულ საყვარელ. ხელი ცხოვრება შენ ამოგზაურებ ხებს ზღაპრულ სამყაროში და ახლა დადგა ის დრო, როდესაც შენ თავად უნდა ყოფილიყო. მაგრამ იცი რა არის? მე მგონი შენ ისე როგორც ნამდვილი შემოქმედი და შენ მართლა დიდი შემოქმედი ხარ გადაჭარბების გარეშე. ამას ვამბობ დიდი სიამაყით, იმიტომ რომ ნუგზარ კვაშალი არის თანამედროვეების ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედი და განუმეორებელი ადგილი აქვს მას ქართულ საესტრადო ხელოვნებაში. მადლობა ჩემოგია. ჩემო ნუგზარ, შენ აი იმითაც გამორჩეული კაცი ხარ, რომ ამდენი ხანია შენი ხმა ისმის, წარმოიდგინე. და აი მაინც მოახერხე და განაცვიფრე პროფესიონალების ჟიური და მაინც არ იცნობდნენ შენს შემოქმედებას, აი იმ მხარეს, რომელიც ინგლისურენოვან სიმღერებს უკავშირდება. არა და შენ ცნობილი July Morning-დან დაწყებული, შემდგომ Deep-Purple-ის რეპერტუარი ფანტასტიკურად ასრულებდი ყოველთვის. ივერია პირველი იყო, ან შეიძლება ერთ-ერთი პირველი კი არა, პირველი, რომელმაც პროფესიონალურ სცენაზე, ანუ დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე შეასრულა პროგრამაში ეწერა ეს კი არა წერა რომ თქვა აი რაღაც მაშინაც თქვი თუ გახსოვს სიმღერები უცხოური ანსამბლების რეპერტუარიდან. Deep Purple, ხოლო შეფარული ყოფილიყო. Jesus Christ Superstar პირველები ჩვენ ვიყავით და სულ ეშინოდა ვაიმე ხლარ ჩამოინგრეს. მოკლედ, მაგრამ ეს რატო ამარჩიეთ, იცი ეს ქართულ სიმღერაში მაინც რაღაც სპეციფიურობა არსებობს და შეიძლება ეგრევე გაყიდულიყავი. ხო, რაღაც ქართულიც იყო იქ თუ გახსოვს. დუეტი იყო ბესო კალანდაძესთან, ძალიან ლამაზი. იქ უკვე როგორ იცი სუფთა ხმები კი იყო, მაგრამ იქაც ისეთი სიმღერა იყო შერჩეული, რომ ვერ
დაიმალა შენი მანერა. შენს ოსტატურად ქონდა შენიღული, აი ისე როგორც შენ აგებ ხოლმე თავად სიმღერას, აი ფრაზირება, ხო, შენი ტრადიციული აბსოლუტურად შეცვლილი ქონდა რა. თან ინგლისური ახლა მეხერხებოდა ბავშვობაში, მაგრამ ახლაც არ აღმოჩნდა რომ არა მარტო ბავშვობაში. არა, ნუ გამრაგას მე თუ გამიკვირდა, მე ვარ. მოდი კარგი იყო ყველაფერი. ნუ გზარ, მადლობა მინდა გითხრა შეგენათო. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. ივერის მადლობა იმედს. გაიხარეთ ივერის ასეხისეულად წარმოჩენისთვის როგორც ყოველთვის და ინგლისურენოვანი რეპერტუარი ბევრი შესრულდა და დღეს ვიცი რომ ქართული სიმღერა გაქვს მოტანილი თან ისეთი ყველას რომ უყვარს და თავად ბრძანე რაც გვაჩუქებ დღეს ჩვენი შოუს მაყურებლისთვის. საბავშვო სტუდიებთან ძალიან ახლოს მეგობრო. ყველა სტუდიასთან თითქმის მაგრამ არიან განსაკუთრებული სტუდიები. ამ შემთხვევაში სტუდია გვირილა. უბრალოდ უკვე რაღაც დიდი სამღერეს აკადემია რაღაცა ძალიან ისეთი ქვია, რომ 35 წლის გახდა უკვე და თავიდანვე ვიყავით მეგობრები. ის ბავშვები ახლა უკვე ბებიებია ზოგი და ყოველთვის მიხარია ხოლმე, იმიტომ რომ ის სტუდია და ანუ ბავშვები მაძლევენ ისეთ ენერგიას, რომ შეიძლება თქვა რომ არც დავბერდი, არა ვარ იმ ხელა რამ ხელას ჩანვარ. აი დღესაც მინდა რომ მიულოს 35 წლის დავით ჩემს ერნა წიფურიას, ჩემს ნინო ჩიხლაძეს, პედაგოგებს, ფანტასტიკურ პედაგოგებს, ბავშვებთან მუშაობა როგორი ძნელია, ყველამ კარგად იცის. და შევასრულოთ სიმღერა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მიხდება. ბაბუა ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის სიმღერა ბაბუა, ბაბუა. აბაგო Babus garda ჩემთვის არ ვის არასალია ვიძინებ და ვიღვიძებ ბაბუს ოთახში სიხში ბაბუს დამყავარ და წავაშობ ბახშიც ბაბუა ბაბუა ბაბუ ბაბუ ბაბუა 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 ჩემოდ ერთი დამიქაც პენსიაზე ცულად ჩემი ხათი გავიდა უხარია მე თუ რამე გამიხარდება მე თუ ვტირი მასას ხოზეს რემლი ადგება ბაბუა ბაბუა ბაბუ ბაბუ ბაბუა 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 Senda babu erdi tguis khat Babus gavart zalian Babus umegავს Varitsa da სახელიც კი ერთნაირი გვაქვს Babua, babua Babu, babu, babua Babua, babua Ჩემი babua Babu, babu, babua Babua, babua Ჩემი babua დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს, წარმატებები უსურვოთ მათ. ჩვენი შემდეგი სტუმარია პროექტ მიმღერეს მონაწილე ბარათაშვილების ოჯახი. ბატონი პაატა ბარათაშვილი და მისი შვილები მარიამ და ნესტან ბარათაშვილები. მოგესალმებით, მოგესალმებით. ულამაზესო და უნიჭიერესო ბარათაშვილებო. რაც დაიწყო მიმღერე, იმის შემდეგ, აი სულ უფრო მეტად აი იმატებს პირადად ჩემში და როგორც ვაწყობ ყველა მონაწილეში იმის სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი მქონდეს ერთმანეთთან შეხება, ურთიერთობა და
მართლაც აი ერთი მეორეზე ნიჭიერი მონაწილეები არიან ყოველ სეზონზე და ამით წლევანდელი სეზონიც გამოირჩევა და ხევანდელ დღეს რა თქმა უნდა მე არ გავუშვებდი შანს ხელინა რომ მომეწვია და მადლობა დღეს ჩვენ შოუში მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. გაიხარეთ. ძალიან გვიხარია რომ თქვენ გადაცემაში ვართ დღეს. მადლობა ჩემო გიბრალო. ძალიან დიდი მადლობა. მით უმეტეს სამიონი ბრძანდებით შესანიშნავი ხელოვანები თქვენს შემოქმედებას იცნობ ძალიან კარგად ქართველი მაყურებელი და თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლები და ანდონი პანტაზგან დავიწყებ როგორც ოჯახის უფროსი და ანდონი პანტა თქვენ რაც შეეხება სიმღერას. დიახ. შენ შემოქმედება სიმღერით იწყებს? ჩემს ირგვლივ, ჩემს ოჯახში. სულ ყველა მღეროდა. აბსოლუტურად ყველა. ერთი ბებია იყო მღეროდა იმაში გალობდა ეკლესიაში, მეორე დაამთავრა კონსერვატორია, დედა ჩემი მღეროდა, მამა ჩემი მღეროდა, ჩემი ძმა მღერის ძალიან კარგად. მე კიდე ესე იგი ეტყობა სპილომ დამაბიჯა ყურზე. ახლა ოჯახი რომელიც შევქმენი. ჩემი მეუღლე კვარტეტში მღეროდა. ადრე ერქვა მაგას და თან მუსიკას მცოდნია და ადრე მაგ კვარტეტს ერქვა პუშკინის კვარტეტი. მაშინ პუშკინის ინსტიტუტი იყო. უფროსი გოგო ოპერის მომღერალია. უმცროსი მღერის გადასარევად. და შესანიშნავი მსახიობი. ძაღლი მოიყვანეს პატარა ოჯახში და გეფიცები ისის მღერის ეს კი ისა. მოგნე ჩემს გარდა ყველა მღერის რა. სამაგერო მიმღერეში ვერ მონაწილეობა. შემოვიყვანეთ მიმღერეში. მაგრამ ახლა მე გეტყვი ერთ რაღაცას. მე მაგ ისეთ სცენაზე ნამღერი, რომელზედაც ძალიან ბევრი დიდი ოპერის მომღერალი ოცნებობს. ჯგუფი ვიყავით მილანში და დაგვათვალიერებიეს ლასკალა. ცარიელი დარბაზი იყო და ავარდის სცენაზე. და ვიმღერე სულიკო. ასე რომ ლასკალაში ნამღერი გახდა. ლასკალაში ნამღერი გახდა. რა გასაკვირია რომ ვიმღერე სცენასაც თუმცა ესე იგი მაინც ხელი ტვირთი ვოკალურია ასე თქვა საშემსრულებლო მიმართულებით გოგონებზე გადავიდა. რა თქმა უნდა. მანზე გადადის. რა მინდოდა მეკითხა, როდესაც ნესტარმაც და მარიამაც აირჩიეს ხელოვნების გზა. თქვენი რეაქცია როგორ იყო? მამა თქვენის მსგავსად ესე იგი უკმაყოფილება გამოხატეთ თუ პირიქით გაგეხარდათ რომ სცენა აირჩიეს? მე ძალიან გამიხარდა. ძალიან გამიხარდა. მიუხედავად იმისა რომ ვიცი ეს რა რთული გზა არის, ძალიან გამიხარდა. და ეს რაშია ჩემოგია საქმე ადამიანს საითკენაც მიუწევს გული, იქითკენ უნდა წავიდეს. რა თქმა უნდა. არ უნდა ჩაერიოს ამაში არავინ. აი ეს მით უმეტეს როცა ხელოვნებაზეა. საუბარი. არა, გოგოების ვთქვათ, კაშკაშა ნიჭიერება იმდენად ზედაპირზე იდო, რომ დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ბუნებრივად გამოვიდა, მაგრამ მაინც კითხავ ჩემო გვირფასო მარიამ, სანამ აი საოპერო ვარსკვლავის მდგომარეობამდე და ასეთ ეტაპამდე მოხვიდოდი. შენ როგორ დაინტერესდი სიმღერით? ჯერ პატარა რომ ვიყავი, შემიყვანეს საესტრადო სიმღერაზე, მე ფორტეპიანოზე ნიჭიერთა 10 წლებში და შეხოთაშორის 2 წლებში გასვა. ხო, შეხოთაშორის ცუდად არ ვუკრავდი, მაგრამ რაღაცა ფორტეპიანო არ მიყვარდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, მინდოდა ისევ სიმღერაზე და აი მაშინ დედა ჩემი რადგან მუსიკოსია, პატა რადგან მსახიობა, ბია მიხვდნენ რომ უფრო საოპერო ხმა მქონდა და ესე პატამ ესე კოსტიუმების ხიბლით და ლამაზი კაბების ხიბლით და მე პრინციპში ამ სფეროში ვინ ჩედის, აი ბავშვია, დიდია, მე არ მინახავს ამ სფეროში ადამიანი, რომელმაც ფეხი შედგა და უკან გამოდგა. მართლა, ან თუ იმ თავიანთ ოცნებებს ვერ აღწევენ ხოლმე სამწუხარო შემთხვევაში, მაინც იქრჩებიან, ხდებიან აი ეს გიჟი მელომანები და აი ამითი ცხოვრობენ. ან ესე ბოლომდე მიდიან ამ გზაზე, იმიტომ რომ მართლა ჯადოსნური სამყაროა. მე დარწმუნებული ვარ, ხა მე დრამატული თეატრის სცენაზე არასოდეს არ ვდგარ ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მსგავსი ხიბლია, ეს სცენის მტვერს რო ეძახიან, მაგრამ ოპერის სცენა იმის გარდა რომ ვთქვათ სცენაზე დგახარ, იმ ხელა ემოციებს განიცდი, აი იმ სიყვარულს, ტრაგედიას, ტკივილს, სიხარულს, აი ამ ჯადოსნური მელოდიებით. რომ აი მართლა მე ვხუმრობ ხოლმე, რომ აი უვერტურა რო იწყება, ვგრძნობ სისხლი როგორ დუღდება აი აქედან და ყველა ესეა ჩვენ სფეროში, ყველა ადამიანი დამეთანხმება ამაზე და ამიტომ და თან მე ძალიან მიხარია და მინდა კიდევ ერთხელ მაყურებელს ვთქვა რომ ჩვენ
ბრწყინვალედ წარადგენ შენს ხელოვნებას არა მხოლოდ ჩვენში, არამედ რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უცხოეთში და მინდა როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა დიდი მადლობა გითხრათ შენ აი ამ დიდი მადლობა. სხვათა შორის, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ქართველი ადამიანებისგან ასეთი შეფასება, იმიტომ რომ როდესაც საზღვარგარეთაც მიწევს სპექტაკლი, სულ წერ ხოლმე ჯგუფები თუ არის, ვთქვათ, რომელ ქალაქშიც ვარ, ხო არის იმ ქალაქის ჯგუფი Facebook-ზე და წერ ხოლმე რომ თუ ვინმე არის ქართველი იქნებ, მოვიდეს დავპატიჟებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მით უმეტეს სხვა ქვეყნის სცენაზე დგახარ და რო იცი, თუნდაც უცხო ადამიანი, მაგრამ ქართველია შენიანია. ის შენია და სულ გინდა რომ იყოს ვიღაც შენიანი იქ. მით უმეტეს უცხოელების აღიარება არ გაკლია და ამ ყველაფერს შენიანი უცხეს ორმაგად სასიხარულოდ ახსენი შენ დრამატული სცენის მსახიობი რაც განიცდის არ ვიცი და აგერ ყავს ორი ექსპერტი ამ მიმართულებით და გადავალ ბუნებრივად ესათა ჩემო თვითონაც შენს ფარამიდა კითხო პირველ რიგში ერთი და იგივე სცენას იყოფთ ხოლმე შენ და მამა ანუ იგივე ერთ და იგივე თეატრის მსახიობები ხარ ჯერ რა არის შენთვის სცენა და მეორე რა განცდა როდესაც მამასთან ერთად სცენაზე გახარ ეს ჩემთვის ნაცნობი შეგრძნებაა და როცა ერთი და იგივე აი შემოქმედებითი ოჯახის წევრი ხარ ბავშვობიდან გავიზარდე თუმანიშვილის თეატრში მამიდან გამომდინარე დავყვებოდი სულ და ვესწრებოდი ყველა რეპეტიციას, ყველა სპექტაკლს და სხვაზე არც არაფერზე არ მიფიქრია, აქედან ანუ არასოდეს არ მქონია რაღაცაა დაშვება მაინც რომ აი შეიძლება მსახიობი არა და სხვა რამე ყოფილიყავი და მამასთან ერთად სიმართლე რო ვთქვა თავიდან ძალიან დავიძაბე. აი ძალიან არ მიგვის ვიცი ეგრევა ხო აი ვიძაბებოდი რა რაღაცნაირად აი მაინც პაატას შვილია თუ რაღაც აი ის გოგო აი რაღაც ეგის მქონდა რა შეგრძნება რომ ეგრე იმაშვებიან ეხა უკვე ძალიან მსიამოვნებს მაგრამ თავიდან ძალიან არ მსიამოვნებდა ბოდიში მამა თავიდან აი რაღაც ხო და თან აი კაც მე რაღაც შენიშვნებს რო ვიღებ შენიშვნებს მაგრამ აი იმ წამს რაღაც აი ის მქონდა რა არ მსიამოვნებდა ძალიან არც მამასთან ერთად და არც მამას მეგობრებთან ერთად დიდად. ანუ ყველას ხაზი გადაუსვი. არა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის, მაგრამ მაინც ვიძაბებოდი რა გულწრფელად ვამბობ. აბსოლუტურად გასაგები შეიძლება. ეხლა უკვე ძალიან მსიამოვნებია. მაგრამ ორმაგად მნიშვნელოვანია ყველაფრის დაძლევა და როდესაც შენი ადგილი დაიმკვიდრე. ახლა მითხარი, დასთან ერთად მღერა სცენაზე როგორია? ძალიან რთული. ესე იგი მე ბავშვობის მერე არ მიმღერია საერთოდ ერთადერთი მე მიყვარს ძალიან სუფრა და სუფრაზე სიმღერა მსახიობებთან ერთად და მომღერალ მეგობრებთან ერთად აი ესე სუფრაზე თუ რაღაც წავიმღერებდი და სცენაზე ძალიან მეშინოდა კი არ მეშინოდა თავიდან დიდად არ მეშინოდა მერე უფრო შემეშინდა რა აი უკვე როცა ფაქტის წინაშე დავდი უფრო მარტივი მეგონა რატომღაც ხო და მე მივხვდი რომ ეგეთი მარტივი არ არის და თან ამდენი ხნის მერე გამიჭირდა მოკლედ რა რთული იყო ჩემთვის ესე ძალიან და თან ეს ეპიზოდები მშვენივრად გადალახე რასაც მეგობრებთან სხვათა შორის მართლა არის სირთულე ის რომ მე აბსოლუტურად სხვა ტემბრი მაქვს ნესტან სხვა ტემბრი ტესიტურულათაც სხვადასხვაგან ვართ და ის რომ ეს დაჯდეს და ერთი დუეტი გამოვიდეს შეხმატკბილებული და ეს ხმები ესე ვთქვათ რბილად გადადიოდეს ერთმანეთში მართლა ძალიან შრომატევადი ყოფილა ყველაზე მეტად მანერვიულებდა ეგ, იმიტომ რომ რაღაცაირად მე აბსოლუტურად სხვა მაგ მარიამს აბსოლუტურად მარტო რომ ემღერა ალბათ ეგრე არ ვინერვიულებ. სხვათა შორის ეს მიმღერეს გუნდის დიდი დამსახურებაა, რომ ჯერ ეს ერთი ჩვენ სცენაზე დაგვაყენა ერთად და ამისათები არიან მაგაშიც. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა და სულ მადლობას ვეთქვი მიმღერეს გუნდს, იმიტომ რომ შეიძლება ეს გადაცემა რომ არ ყოფილიყო, მე ვერასოდეს ვერ დავმდგარიყავი ან ნესტანთან ან პაატასთან ერთად სცენაზე და ამისათვის მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები. მადლობა მიმღერეს. მათი შემოქმედებითი გუნდი პლუს ისე მუშაობს, რომ აი მართლა შევძელით მათთან ერთად, რომ ჩემიდან ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ჟანრის ხმები, სხვადასხვა რეგისტრის ხმები, ესეთ კარგი დუეტები გამოვიდა მე მგონი. გადამალახინეს ეს ის რა ნერვიულობა. თავიდან რაც გამოდის ეს არ გაინტერესებთ მე როგორ მოვხდი? როგორ არ მაინტერესებს სცენაზე? მე ვძერწავდი. და გადაწყვეტილი იყო, რომ უნდა ჩამებარებია სამხატვრო აკადემიაში ქანდაკებაზე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხატვა მეხერხებოდა, ვერ ვიტანდი ხატვას. ნუ არ შემეძლო რა, ნუ ვერ ვიტანდი. არა და მოქანდაკე თუ ხარ, ჯერ უნდა დახატო. ეს აუცილებელი, ამიტომაც გადავიფიქრე. წავედი რუსთაველის თეატრში, რაღაც სპექტაკლი იყო. ხო, სიბრძნე სიცრუისა.
და უყურებ სპექტაკლს და ვიღაც მსახიობები, რომლებიც აი ესე ფილმებში მყავს ნანახი, რომ ნახე იქ სცენაზე. მომეწონა ყველაფერი, მაგრამ ზოგიერთები იყო ისეთი შესრულება, რომ მეთქი ამაზე კარგად მე გავაკეთებ. საერთოდ ძალიან ხშირი. დამწყებს ყოველთვის ეს ამბიცია აქვს. და არა და მაბარებიებენ იმაში, რა ქვია, GPI-ში სარკინიგზო მშენებლობა არის, სადაც ყველაზე პატარა კონკურსია. არ მინდა ამ იმაში, რა ქვია, სარკინიგზო მშენებლობაზე შესვლა რაღაცა და მაგრამ მამაჩემის ხათრით შევედი გამოცდაზე, ვითომ და გამოცდაზე. ამ დროს გამოცდაზე ავიდნენ ეს აბიტურიენტები, მე კიდე შევედი ტუალეტში და გავსკდი სიგარეტების მოწვევით. და რომ დავინახე, რომ უკვე გამოდიან და გამოვყევი ამათ მეც. თურმე მამაჩემს ვიღაცა შეუგზავნია, რომ დახედე ერთი რაშობა, როგორ ის მერე გამოვიდა და ვერ ვნახე ეს შენი შვილიო, კაცო და რომელიაო და მოკლედ და იმათთან ერთად გამოვედი გახარებული რა, ესეთ გაღიმებული სახით და მამაჩემი მეუბნება რა მიიღე და ჩავიჭერი თქო. მაშინ იყო როგორ იცი? მანქანას აბარებდი გამოცდას GPI-ში მაშინ. ხო და აბა რა გიხარიაო მე მეუთხარი ამ ხალხს ხო არ დავანახებ რომ ჩავიჭერი და ვითომ და ცოტა ხანში აცხადებენ რომ აბიტურიენტი პაატა ბარათაშვილი არ გამოცხადდა იმაზე რა ქვია გამოცდაზე და ამიტომაც გამხილეს უმალ. ეს რაკეტი მამა არ მინდა ეს სარკინიგზო აბა რა ჯანდაბა გინდაო თეატრალური მინდაო დედა რა დავიახშავე ამისთან აი შემოიტყა ხელ წავედი მერე იმაში რა ქვია რუსთაველის თეატრში მოვეწყე სცენის მუშად და სერგო ზაქარიაძე გეძახისო ვიღაცა მეუბნება სერგო ზაქარიაძე წარმოიდგინე ტიტანი ამხე გენიოსი ტიტანი და რამხელა ფიგურა რამხელა პიროვნება და მივედი და რატომ ეძახის აზე არა ვარ ხა მეთქი ჩემი გაგდება ხო არ უნდა იმიდან თქო რაღაც ეგება ხო არ მოვეწონე რაღაცა და არ მოვეწონე ამ კაცს და მაგდებენ და შემოდი შვილო შევედი მსახიობობა გინდაო შვილო აქ რატომ მუშაობო და დიახ თქო მეუთხარი კარგიო მაშინო მეო რას გავაკეთებო იციო აი პატარ-პატარა ეპიზოდებშიო ხო თხოვო რეჟისორებს რომ დაგაკავონო და გამიხარდა არ მოიდგინე და ამ დროს მოხდა რა გარდაიცვალა ბატონი სერგო და წავედი და ჩავაბარე ბატონ მიშა თუმანიშვილთან ჯერ კიდე არ ვიცოდი ვისთან ვაბარებდი რა გენიოსთან მივდიოდ და აი ესე მოხდი ამ შვენიერ პროფესიაში. ეძრიერება მართლაც აი თან ერთად მე გავხსენით ეს თუმანიშვილის თეატრი, რომელიც დღეს თუმანიშვილის მაშინ ერქვა კინომსახიობთა სახელოსნო ერქვა და საოცრება იყო. რა თქმა უნდა დღეს მე სიმღერის გარეშე ვერაფერს გაგიშვებდა, მინდა სული და გულით გთხოვოთ რომ აი ის სიმღერა შეასრულოთ, რომელიც აი წარდგენის ეპიზოდზე აჟღერდა ამჯერად ჩვენი შოუს სცენაზე მინდა გთხოვოთ რომ მომზადე და ჩვენი შოუს მაყურებელს შევთავაზოთ აი ეს სიმღერა. Shuri tanga is misare pisha
უმაღლესი მადლობა სტუმრობისთვის, ბარათაშვილების ოჯახს, წარმატება უსურვოთ ამ შესანიშნავი ოჯახის თითოეულ წევრს. დღეს პირველად გვესტუმრა ჩვენი დიდი ხნის მეგობარი, შესანიშნავი პიროვნება, მომღერალი და ლოტბარი ციური მჭედლიძე. მოდი ჩემო ციური. ციური, ჩემო ძირფასო. პირველად ხარ ჩვენ შოუში, არადა რამხელა ისტორია ჩვენს მეგობრობას, ურთიერთობას, შემოქმედებით თანამშრომლობას, ოჯახურ ურთიერთსიყვარულს, შენ ლამაზ ოჯახსა და ჩვენს დიდ შემოქმედებით ოჯახსა თუ ბაღაშვილების ოჯახს შორის და ათეულობით წლებს ითვლის ეს ყველაფერი და შენ თავად იმდენად საინტერესო ადამიანი ხარ. ჯერდი არაერთი მომღერალი გიცნობს, ძალიან ბევრისთვის გაგიკვალავს გზა, გისწავლებია ანბანი თუ შემდგომ უფრო მოგვიანო ეტაპზე დაგიფრთიანებია ისინი პროფესიული მიმართულებით, ამ შემთხვევაში როგორც ლოტბარს. და თანაც შენ ახსოვხარ ივერიის ერთგულ მაყურებელს პირველ რიგში ფიროსმანიდანი, როგორც ის ცნობილი ირინე, რომელიც თავისი სიმღერით ყველას დაამახსოვრდა და ძალიან შეეყვარა შენი პერსონაჟი და შენს მიერ შესრულებული ცნობილი სიმღერა. მოდი მე დავიწყებ ცოტა სხვა მხრიდან. შენ გქონდა ურთიერთობა შესანიშნავ პიროვნებასთან და ქართული ხალხისთვის გამორჩეულად საყვარელ მომღერალთან, ბატონ გურამ თავაზაშვილთან. მოდი აქედან დავიწყოთ და ბატონი გურამი გავიხსენოთ. კი, ნამდვილად გავიხსენებ ყოველთვის ტკბილად და ჩვენ გავიცანეთ ერთმანეთი ერთ-ერთ ჩვენ საერთო ახლობელთან დაბადების დღეზე ვიყავით და მაშინ რამდენიმე თვის შექმნილი იყო ალილო, რაღაც 1-4-5 თვის და იქ მომიწია ისე რომ არ იყო არაფერი და ბიჭებს ხოვე რომ ერთი ბანი მოეცათ და დავიგვიანებ იმღერე. მაშინ იყო მარტო ლონტი იყო, დავითიანი იყო, ჭოლიშვილი იყო და აბაშიძე გენიალური ბანი. არაჩვეულებრივად გამოგვიდა და მაშინ მთხოვა გურამი რომ თუ შენ გინდა მოდი ჩვენთან ასაფში და იყავი ჩვენი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლოტბარი. რა თქმა უნდა სიხარულით დავთანხმდი და არ დამამწყდება 2 იანვარი იყო, როდესაც მივედი ამ ასაფში. თითქმის 9 წელი ვიყავი. ძალიან ზენიჭერი ადამიანი იყო, ძალიან დიდი გემოვნების ადამიანი იყო. რასაც მღეროდა, რასაც ასრულებდა, აკეთებდა, იყო ეს გენიალური და ხშირად არ მჯეროდა რომ მან ნოტები არ იცოდა. საოცარ აკორდებს ხსნიდა და რა ვიცი ეს ვისაც მაგასთან ურთიერთობა ჰქონდა ყველა მის მეგისი ნიჭერება და ყველაფერზე უკრავდა საოცარი ადამიანი იყო. აი ესეთი კეთილშობილი ადამიანი ძალიან ცოტა მინახია. ენადო თან იუმორით სავსე, სულ მომართული ესეთ ხალისზე. სულ იუმორი ჰქონდა და რა ვიცი არ მეგულება ადამიანი რომ აი მისთვის სიკეთე არ ჰქონდა და ის გაკეთებული. ნუ ბიჭებს ხო თუ რამე დაჭირდებოდათ, პრობლემები ჰქონდათ, ყველას უგვარებდა, ყველას აბსოლუტურად ბოლომდე მიყავდა საქმე და არ ვიცი ძალიან გვაკლია. მარტო ჩვენ კი არა, ჩვენ ქვეყანას აკლია. გადავიდა შეხედულობის წლების მანძილზე ანსამ ივერონს. იქაც არაერთი ძალიან საინტერესო კომპოზიცია გაქვს შენ მომზადებული ბიჭებისთვის და შესწავლილი მასთვის სათანადო დონეზე. გარდა ამისა აღნიშნავდი შენს ძალზე საინტერესო ნამუშევარს კინოფილმისთვის სვანი, სადაც საუნდტრეკში ჟღერს შენი ხმა და ესე განსაზღვრავს ისი ტონალობას და განწყობას აი ამ ფილმისა. მაგრამ მაინც ალბათ გამორჩეული პირველ რიგში არის ის სიმღერა და ის როლი, რომელიც ანსამბლ ივერის მიუზიკში ფიროსმანი შენ შეასრულე და ვინაიდან პირველად ყავხარ შენ ჩვენ შოუში სტუმრად, მინდა გთხოვო გადმოინაცვლო ჩვენი შოუს სცენაზე და ავაჟღეროთ ეს ვარიანტი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის შესანიშნავი სცენა, სადაც თეიმურად ციკლაური, ხოლო ჩენეთის ბიჭები იდგნენ სცენაზე, შენ გამოდიოდი და აი ეს ათასობით მაყურებელი გისმენდა და თქმებოდა თქვენი ხელოვნებით. გაიხარეთ შემოგია და დიდი მადლობა მინდა თქვენ ოჯახს მოუხადო. ბატონ ჯემალის რომ მე ძალიან ბევრი რაღაცა მუცა საშუალება რომ ამ ერთი სიმღერით მე ჩემს ქვეყანას გავეცნო. ჩემი თავი გაიცნო და იმის შემდეგ ძალიან კარგად წავიდა ყველაფერი. კაი ხელით გამომიშობა. ამისეთ ძმებო თვარის ხალაწი ღვინის ლალები აზირს ჩამოდგით ფიალებად
ცის ვარსკვლავები იმღეროდ ისე რომ გაიგოს ხელმა უბანება არა ჩოხელდო მე ჩემს აგრფოს აღარ უყავარვა ჩემალამაზმად დაბაბნია გულზე ნეკალი შორი შორს გადადის ჩემი დარდი სწორედ ეკალი ჩემი დარდია ჩემი ჰადრია აღარ უყავარვა მარტო დავდივარ არა ჩოხელნო სანთლები თვალღიაცის ქვეშ გოლოვიარეს რასმე მახლები აფრიალეთ თეთრღაბეში შავი ჩოხები სადრფო დავზარგე დასადილად თქვენთან მოვედი ჩემი დარდი სწორედ ეკალი მადლობა ციური მჭედლისას ეს სამი დღეში გონებით უფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოდ გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე